კუბის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თითქმის სრულად ამოეწურა საავიაციო საწვავი და ქვეყანაში მცირდება კრიტიკულად აუცილებელი ნედლეულის მარაგები. სულ მცირედ 11 მარტამდე ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ჰავანამ წერილობით გააფრთხილა ყველა ის საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელიც რეისებს ასრულებს კუნძულოვანი ქვეყნის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ 2 დღით ადრე კუბაში აცხადებდნენ, რომ საწვავის კრიზისი მოსალოდნელი იყო, თუმცა ის არ გამოიწვევდა მასშტაბურ შეფერხებებს, თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ახლა ველოსიპედის ტაქსები გვაქვს, რადგან ის ენერგიას არ საჭიროა. ასევე უმკლავდებით სირთულეებს და ვაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სამსახურამდე მივაღწევ თუ ავტობუსი იქნება, მაგრამ შეიძლება მანქანით ან ტაქსით მისვლას მომიწიოს და თუ კი არ მექნება ფული, სახლში დავრჩები. ყველაფერი დასრულდა, სხვა არაფერი დაგვრჩენია. ქვეყნის კომუნისტური მმართველობა ენერგეტიკული ბლოკადის მოწყობაში კვლავ ვაშინგტონს ადანაშაულებს, საიდანაც მათ გასცეს პასუხი და მოუწოდეს მეტი კონსტრუქციულობა და სიბრძნე გამოიჩნდნენ, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით განცხადებას აკეთებენ. ამასთან თეთრი სახლი კვლავ მოითხოვს კუბისგან დაждდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს ქვეყნის ირგვლივ არსებული პრობლემები, მათ შორის ემბარგოს მოხსნის საკითხი დიპლომატიური გზით. კუბისთვის ნავთობის მიწოდების საკითხზე დახმარების მზაობას მორიგჯერზე გამოთქვამს მექსიკა, რომელმაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ჰავანასთვის ნედლეულის მიმწოდებელ სახელმწიფოებს მაქსიმალური ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით. შეიძლება ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ კუბის ხელისუფლების რეჟიმს, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ეხებოდეს ხალხს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერასა და ყველა საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას ნავთობის მიწოდების აღსადგენად, რადგან ხალხის მოგდვა არ შეიძლება, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. მიმდინარე წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბაზე ზეწოლის გზით შეეცდება აიზოლოს მისი კომუნისტური ხელისუფლება, დათმობებზე წავიდეს. ზეწოლის ერთ-ერთ გზად დონალდ ტრამპმა ეკონომიკური სანქციების გაძლიერება აირჩია. კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა წლებია ისედაც მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, რაც ძირითადად ამერიკული ემბარგოთი არის გამოწვეული. გასულ თვეში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ემბარგოს მოხსნის საკითხი ამერიკულ კანონმდებლობაში ასახული და ის რეჟიმის ცვლილებას საჭიროებს, თუმცა მეტი დეტალის შესახებ მას არაფერი უთქვამს.